იმის თქმა, რომ deep state-ი მართავს ამერიკას, არ არის კომპეტენტური ნათქვამი ეს და არც სწორია, ტყუილი ეს სიმართლე არ არის. და როდესაც ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ deep state-მა დამირეკა და მითხრა, რომ გახარია, რომელიც საერთოდ მოსკოვიდანაა და მოსკოვში ცხოვრობდა და იქიდან ჩამოვიდა და არავითარი კავშირი ამერიკასთან არ აქვს. გახარიაო deep state-მა დაგვირეკა და გითხრა დანიშნეთ, რომელმა deep state-მა, Lockheed Martin-მა დარეკა, Boeing ჯგუფმა დარეკა, Facebook-მა დარეკა, ფედერალურმა რეზერვმა დარეკა ამერიკის, Soros-ის ფონდმა დარეკა, აი რომელმა კონკრეტულად ამერიკის ესე იგი ასოციაციამ ადამიანის უფლებების ასოციაციამ, სამოქალაქო უფლებების ასოციაციამ, რომელმა კონკრეტულმა აქიდან დარეკა და რომ დარეკა, რატომ გაუწიეთ ანგარიში, ვინ იყო ეს ორგანიზაცია? Deep State-ი არ არის პრეზიდენტი. პრეზიდენტი მართავს რეალურად ქვეყანას და იმის საუბარი, რომ ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას, ეს ძალიან რბილად ვთქვა, ჯერ ეს ერთი ეს შეცდომაა, საბედისწერო შეცდომაა გეუბნებით და მეორე, ეს არ არის კომპეტენტური საუბარი. ტრამპი უდაოდ მართავს დღეს ამერიკას, აქ არაფერი საკამათო არ არის. ის კი არაა სწორი გზა, რომ წერილები დაიწეროს, სადაც წერია, რომ ტრამპი მარიონეტია და არავინ არა, ეგ სისულელია, ტყუილია, შეურაცხყოფაა, გამოწვევაა ღია და ომის გამოცხადებაა და რა საჭიროა ეს ომის გამოცხადება, მე არ მესმის.